MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში უკვე დიდი ხანია არსებობს წონითი კატეგორიები. თითოეულ დივიზიას კი თავის გამორჩეული მებრძოლები ყავს. ამ დროის განმავლობაში, როგორც შევამჩნიე, ჩემ მაყურებლებში ბევრია ისეთი, რომელიც ჯერ კიდე კარგად ვერ ანსხვავებს და ერევა წონითი კატეგორიები. ხო და მოდი ბარემ დეტალურად გავარჩიოთ, რატომაც არა. ხო, სანამ დავიწყებ გეტყვით იმას, რომ ამ კვირას ოლივეირასა და თოფურიას ბრძოლა და მე მატადორს წარმატებებს ვუსურვებ. ზუსტად ვიცი რომ ამ კამარს მოიგებს. და რა თქმა უნდა, როგორც იცით, ესეთ ლეგენდარულ ჭხოვებს ჩვენ ძმასთან და მეგობართან კროკოსთან უყურებთ. ახლა კი დავიწყოთ. იქამდე, სანამ ორგანიზაცია ამ სტრუქტურას დაალაგებდა და თამაში წონითი კატეგორიები შემოვიდოდა, UFC-ში მანამდე ეს ასე არ იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს ორგანიზაცია ახალი შექმნილი იყო, მესვეურებს სურდათ, რომ ამ ჩემპიონატის კარი ყველასთვის ღია ყოფილიყო, განურჩევლად მისი ზომისა და წონისა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის UFC 1, პირველი ღონისძიება. ეს კაცი ჟერარდ გორდოა. იგი ამ ჩემპიონატზე გამოსვლისას 97 კილოგრამს იწონიდა, რაც ერთი შეხედვით პოტენციურ მოწინააღმდეგესთან უპირატესობა უნდა ყოფილიყო. ხო ეგრეა, მაგრამ არა. მისი მეტოქე ამ ივენთზე გახლდათ აი ეს ადამიანი, ტეილა ტული, რომელიც მაშინ 185 კილოგრამს იწონიდა. პირველი რასაც გაიფიქრებდით, ვისაც ეს ბრძოლა არ გაქვთ ნანახი, ალბათ ის არის, რომ 97 კილოგრამიან კაცს აი ამ მონსტრთან არანაირი შანსი არ ექნებოდა. რაღაც მხრივ მართლებიც იქნებოდით. მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გონია. ტეილა ტულის სახეში ძალიან მწარე ეგრეთ წოდებული სოკერ ქიკი მოხვდა და თან ისე, რომ კბილიც კი მოძვრა. თუ კარგად დააკვირდებით, ვერც ხერდათმანებს დაინახავთ და ვერც კბილების დამცავს. და საერთოდ ეს ჩემპიონატი ძალიან ბრუტალური იყო. არ არსებობდა არანაირი წესები, არანაირი შეზღუდვები. უბრალოდ უნდა შესულიყავი ოქტაგონზე და შენი მეტოქე გათიშვამდე გეცემა. ხო, UFC-ის შექმნაზე და მის ისტორიაზე უკვე მაქვს ვიდეო ჩემ არხზე, რომელსაც აი ამ ლინკზე გადასვლით ნახავთ. მოკლედ, მე რა ხდება? ამ საშინელმა და სისხლიანმა სურათმა ორგანიზაციას სახელმწიფოსთან ცოტა პრობლემები შეუქმნა. ამის გამო კი მათ წესების და წონითი კატეგორიების შემოღება მოუწიათ. დაფუძნდა მძიმე და მსუბუქი დივიზიები. ახლა კი მოდი თვალი გადავავალოთ, თუ რა ხდება საბოლოო ორგანიზაციაში და რამდენი დივიზია გვაქვს. Strawweight ყველაზე მსუბუქი წონა ორგანიზაციაში. ამ დივიზიის მებრძოლები ბრძოლის წინ აწონვისას 52 კილოგრამს აფიქსირებენ სასწორზე და მხოლოდ ქალებისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მსუბუქები არიან, ამ დივიზიის მებრძოლებს ძალიან ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ინტენსიური ბრძოლები. ამ კატეგორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოჩხუბარი, ჟანგ ვეილი, პირველი ჩინელი ჩემპიონი. ასევე შიმინგი, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეტოქე ისეთ ნოკაუტში გაუშვა, რომ ამ მდგომარეობაში გაიყვანეს ოქტაგონიდან. ხო, აქვე ბარემ საინტერესო ის არის, რომ ეს ქალი კი მებრძოლია, მაგრამ ექიმად მუშაობს. და როგორც თვითონ თქვა, მისმა მშობლებმა საერთოდ არ იციან, რომ მებრძოლია. ალბათ ამ მომენტისთვის უკვე იციან. უმსუბუქესი წონა, 57 კილოგრამი წონითი კატეგორია. ამ წონით კატეგორიაში მებრძოლები დაახლოებით 57 კილოგრამს აფიქსირებენ სასწორზე და ეს წონა ორივე სქესის მებრძოლთათვისაა. მძიმე დივიზიონებისგან განსხვავებით, სადაც ხშირად ჭარბობს ძლიერი დარტყმები და ნოკაუტები, უმსუბუქეს წონოსნები უფრო სწრაფ, ტექნიკურ ბრძოლებს ვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიიდან ბევრი მებრძოლი არ არის ესე ფართოდ აღიარებული, გამონაკელისი გახლავთ დემეტრიუს ჯონსონი, თვით ლეგენდა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ მებრძოლად ითვლება. იგი საჩემპიონო ჩხუბებს ჩხუბობდა 6 წლის განმავლობაში და ქამარი 11-ჯერ აქვს დაცული. ამით კი მან რეკორდი დაამყარა. იგი ცნობილი იყო თავისი უნარებით, კლინჩებით, ჭკვიანური თამაშის წესებით და გიჟური საბმიშენებით. პრობლემა ამ დივიზიას ის აქვს, რომ დემეტრიუსის წასვლის შემდეგ აქაურობის პრესტიჟმაც მიიძინა. ჯონსონი წავიდა, რადგან მას სათანადოდ არ აფასებდნენ და შესაბამისი ანაზღაურებას არ ჰქონია. დივიზიის გამოსაცოცხლებლად CM Punk-იც კი გადმოიყვანეს WWE-დან, რომელსაც მეორე ბრძოლაში $500,000 მისცეს. თუმცა როგორც ყველამ ნახა, ამ ადამიანს ამ სპორტში საერთოდ არაფერი ესაქმებოდა. ასეთი ტიპების აღმოჩენის მცდელობა არაერთი იყო, მაგრამ დემეტრიუსის წასვლამ აქაურობას ძალიან დაარტყა. სუპერ მსუბუქი, ანუ 61 კილოგრამი წონითი კატეგორია. განსხვავებით ზემოთხსენებულისგან, აქაურობა ძალიან საინტერესო და დაძაბულია. აქ უკვე ბევრი გამორჩეული ფიგურა გვხვდება. დომენიკ კრუზი ისტორიაში ერთ-ერთი დომინანტი ფიგურაა, რომელმაც დივიზიონში რევოლუცია მოახდინა თავისი არაორდინალური სტილით. იგი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ტიტულს და ცნობილი იყო იმით, რომ თითქმის შეუძლებელი იყო მისთვის სუფთა მძიმე დარტყმა გაგეტარებინა, თუმცა ტრამვებმა საბოლოოდ მისი ერა დაასრულა. ასევე ორგზის ჩემპიონი TJ Dillashaw, რომლის მემკვიდრეობაც დოპინგ სკანდალის შემდეგ ძალიან შეილახა. შემდეგ სუპერ მსუბუქის ქამარი ალჯამაინ სტელინგმა მოიპოვა, პიოტր იანის წინააღმდეგ, რომელმაც საკრძალული ილეთი გამოიყენა და დისკვალიფიკაცია მიარტყეს. ახლა კი ამ ქამრის მფლობელი, რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილია და მასზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამ არხზე ძალიან ბევრი მაქვს უკვე ნასაუბრები და შეგიძლიათ ნახოთ. ქვემსუბუქი, 66 კილოგრამი წონითი კატეგორია.
ეს არის ყველაზე მძიმე წონითი კატეგორია, რომელშიც ქალები მონაწილეობენ. ამ დივიზიაში ბევრი დიდებული სახელი ყოფილა, მაგალითად ალექს ვოლკანოვსკი და ილია თოფურია, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ალდოსა და კონორ მაკგრეგორს შორის ბრძოლაა, რომელმაც ძალიან შეუწყო ხელი როგორც ამ წონის, ასევე მთლიანად ორგანიზაციის პოპულარიზაციას. ალდო დივიზიონის თავდაპირველი მეფე იყო, თითქმის 10 წლის განმავლობაში შეუჩერებელი ძალა, რომელმაც უამრავჯერ დაიცვა ქამარი. შემდეგ მოვიდა კონორ მაკგრეგორი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. 2015 წელს მან ალდოს სულ რაღაც 13 წამში ნოკაუტით დაამარცხა, რაც UFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი სატიტულო ნოკაუტი იყო. ამ მომენტმა მაკგრეგორის კარიერა სუპერვარსკვლავებამდე აიყვანა და ეს დივიზია ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გახადა. მსუბუქი წონა 70 კილოგრამი წონითი კატეგორია. ჩემი აზრით და პრინციპში არა მხოლოდ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი, მრავალფეროვანი და კონკურენტული დივიზია. ძველი დროიდან მოყოლებული ამ კატეგორიაში ყოველთვის იყო ისეთი ჩხუბები, რომელსაც მთელი MMA სამყარო ელოდებოდა ხოლმე. ზუსტად ამ დივიზიაში ამოვიდა ილია თოფურიას თქვენ მსუბუქი წონიდან იმის გამო, რომ ვაკანტური ქამრთვის ეჩხუბოს ამავე წონის ყოფილ ჩემპიონ ჩარლზ ოლივეირას. ეს ბრძოლა ზუსტად იმ კატეგორიაში გადის, რაც წეგან ვახსენე. უმეტესობა იმ მებრძოლთაგანი, რომელიც ხალხს უყვარს, მაგალითად დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი, მაქს ჰოლოვეი, ყველა ამ წონაშია. ქვესაშვალო 77 კილოგრამი. წონა, რომელსაც არაერთი გიჟური ბრძოლა უშუქებია ჩვენთვის, მათ შორის ბენ ასკრენისა და ხორხე მასვიდალის ჩხუბი, სადაც მასვიდალმა სრული სიგიჟე გააკეთა. ამ სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი და გოუთი, შორს სენ-პიერიც ამ დივიზიაში იბრძოდა. წლების განმავლობაში ყველა ზედუვლიდა, გულშემატკივრის დიდი სიყვარულის მოიპოვა და 2019 წელს კარიერა დაასრულა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამჟამად აქაურობის ქამარს ჯეკ დელა მადალენა ფლობს, რომელმაც სატიტულო ბრძოლაში ბელალ მუჰამედი დაამარცხა. სწორედ ამ ადამიანს შეხვდება მსუბუქი წონიდან გადამოსული ისლამ მახაჩევი, რომ ქამარი წაართვას და ორგზის ჩემპიონი გახდეს. კავკასიელი მგელი ხამზად ჩიმავიც აქ იბრძოდა, სადაც 4 ბრძოლა მოიგო და სწორედ ამის შემდეგ გადავიდა უფრო მაღლა, საშუალო წონაში. საშუალო წონა 83 კილოგრამი წონითი კატეგორია. კლასი, სადაც ამ ორგანიზაციის და ზოგადად ამ სპორტის ყველაზე დომინანტური და უდიდესი ჩემპიონები ასპარეზობდნენ. პირველი ეს არის ანდერსონ სილვა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი. თითქმის 7 წლის განმავლობაში ჰქონდა ქამარი, რაც ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროა. იგი 2020 წელს პენსიაზე გავიდა. შემდეგ გამოჩნდა ისრაელ ადესანია, რომელიც წლების განმავლობაში საშუალო წონის მეფე იყო. ეს იქამდე სანამ თავის ძველ კიკბოქსინგის მეტოქეს, ალექს პერეირას არ დაუპირისპირდა, რომელმაც ნოკაუტში გაუშვა და ქამარით წაართვა. თუმცა იზიმ რემატჩში საკუთარი ძალიან მაგარი ნოკაუტი ჩურიძია, რამაც მათი დაპირისპირების სერია ბევრად საინტერესო გახადა. საპატიო ხსენება ასევე ეკუთვნის იაირ რომეროს, გიჟური ფიზიკი და წარმოუდგენელი ძალის მქონე მებრძოლს, რომელმაც არაერთხელ იშხუბა სატიტულო, თუმცა ქამრის მოპოვება ვერ შეძლო. დატოვა UFC და კარიერა ბოლოს ბელატორში გააგრძელა. ქვემძიმე წონა 92 კილოგრამი წონითი კატეგორია. აი აქ კი ნამდვილად ბევრია ესეთი მებრძოლი, რომელიც ფანებს არასდროს დაავიწყდებათ. ალექს პერეირა თავის არანორმალური და გიჟური უნარებით, რომელმაც შარშანს 3ჯერ დაიცვა ქამარი და როცა ორგანიზაციას დაჭირდა, ყველაჯერ მზად იყო ჩხუბისთვის. ბოლოს მან ქამარი მაგომედ ანკალაევთან დაკარგა. შესაბამისად ახლა ამ წონის ჩემპიონი ანკალაევია. მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ჯონსი მძიმე წონაში იბრძვის, უფრო სწორედ უკვე იბრძოდა, იმიტომ რომ სანამ ამ ვიდეოს გადავიღებდი, გამოაცხადეს, რომ სპორტიდან წავიდა. ხო, იგი ქვემძიმე წონოსანი იყო. გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. 23 წლის ასაკში ამ წონის ქამარი მოიგო. ჯონსზე კი ვინ უნდა გაგახსენდეს თუ არა დანიელ კორმიე. დისიც ამ წონითი კატეგორიის წევრი იყო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ჯონსისა და დისის ცნობილი მტრობა ოქტაგონზე ქვემძიმე წონაში მიმდინარეობდა. მოკლედ, ვინ აღარ ყოფილა ამ წონის ჩემპიონი, დაწყებული კალადაბურთელებიდან დამთავრებული 50 წლის პოპაკაცებით. ჯამაჰალ ჰილიც კი ჩემპიონი იყო. ქამარი მან გლოვერ ტეიშერას წინააღმდეგ მოიგო. ჰილი იყო ჩემპიონი ბიჭო. ძიმე წონა 120 კილოგრამი. გავედით ბოლოში, სიმძიმით ბოლო წონით კატეგორიაში. ამ წონაში ყველაზე დიდი და ძლიერი ხელების პატრონები იყვნენ და არიან. პირველი ვინც ასე უცებ გამახსენდა, ფრენსის განუა, რომელსაც თუ სწორად მახსოვს, ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს დაფიქსირებული ორგანიზაციაში. ეს დივიზია ჯონ ჯონსის გამო დიდი ხანია გაჩერებულია. სრული სიგიჟე ხდებოდა. ტოპ კონტენდერს ტომას პინარს ჯერ დროებითი ქამრთვის ბრძოლა მოუწია, მოიგო, შემდეგ ამ დროებით ქამარს იცავდა. ახლა რაც ჯონსი წავიდა, თუ გაიქცა, ასპინალი ოფიციალურად არის ამ წონის ქამრის მფლობელი. ხო, დღეს სულ ეს იყო. იმედია კარგად ავხსენე და ვისაც გერეო და თან კიდე კარგად ვერ იმახსოვრებდით, ახლა უფრო გაიგეთ. ილიას კვირას კი წარმატებებს უსურვებ, ზუსტად ვიცი რომ მოიგებს, თქვენ კი თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, კი იცით რაც უნდა ქნათ. მომავალ ეპიზოდამდე.